ყველაზე მეტად მაწუხებს თათარს რო გვეძახიან. ჯერ მეც ვერ ახლა ბოლომდე ვერ დავა კონკრეტი ეს თათარი რომელი ხალხია, ჯერ საიდან ჩამოვიდა, თათარისტანია თუ რა ვიცი, სად იქიდან ყირიმში ცხოვრობდნენ, ზუსტად ვერ გავიგე ბოლომდე, ვინ არის ეს თათარი ხალხი, რომ ჩვენ ასე გვეძახიან თათრად. მაგრამ ნამდვილად ჩვენ არ ვართ თათრები, ჩვენ ვართ აზერბაიჯანელები, ეთნიკურად უმცირესობები საქართველოში, ну ჩვენი სამშობლო არის საქართველო. მაგრამ ისინიც არ არიან ახლა ბოლომდე რო ვთქვათ რომ ყველაფერი რო დაუბრალო, იმათ ისეც არ არის. ჩვენმა ხალხმაც უნდა იცოდეს პირველ რიგში ეს ქართული ენა აუცილებლად ისეც უნდა ვთქვა. ჩემი აზრით პირველი პრობლემა ეს არის ენის ბარიერი, რადგან ერთმანეთს არ გვესმის და აქედან გამოდის სულ პრობლემები. რო წერო რაღაცა, მაგალითად ეგრევე ჯერ ქართული ისწავლეთ. ეს პირველი სიტყვა ის არის, ეგრევე გვეტყვიან. ჯერ ქართული ისწავლეთ თქვენ შეთათარო, ამას მაინც მეტყვის, შეთათარო ჯერ ქართული ისწავლეთ სრულად ქართული. ვთქვათ ეხლა რო გითხრა ძალიან კარგად, ჩემზე ვთქვათ რომ ძალიან კარგად ვის ქართული არა, მაგრამ მაინც ხო ვისწავლე. ჩემი აზრით ესეც იყო შრომა, ეს შრომა უნდა დაგვიფასონ. ვიყავი კომისარიატში, უნივერსიტეტში რო ჩავაბარე, თვითონ იქ ვინც ხო კომისარიატში ვინც თანამშრომელი, თვითონ ამასთან მაგასთან დაკავშირებით მქონდა დისკრიმინაცია ენასთან. თვითონ მითხრა შენ უნივერსიტეტში როგორი ისწავლი კი ჩააბარე, მაგრამ როგორი ისწავლი უნივერსიტეტში, შენგან რა ვიცი როგორი ექიმი გამოვა, შენ რო ექიმი გამოვხიდები, ვაფშე არ წამოვალ შენთან. ასეთ რამე დისკრიმინაციები მქონდა ხოლმე. ჩემი აზრით ისე გონიათ რომ ჩვენ რო გავხდეთ ქართველები, ასე ვთქვა რა. ჩემი აზრი უფრო მარტივად შემიძლია ასე ავხსნა. ჩვენი მაინც კულტურა, ჩემი აზრით უნდა შევინარჩუნოთ და ერთმანეთს უნდა ვასწავლოთ ჩვენი კულტურა. მე ახლა ქართულის ყველა კულტურა ვიცი, მაგრამ იმათ მეიცია ჩემს კულტურას შესახებ არა. ამდენი მოსახლეობა საქართველოში, ეთნიკური მოსახლეობის, მაგრამ არ არის უქმედღედ აღიარებული კალენდარში ერთ-ერთი მაინც ჩვენი დღესასწაული. ხო, ერთი მაინც რამოდენიმე გვაქვს დღესასწაული, ერთი მაინც რო კალენდარში უქმედღედ. ჩემი აზრით ეს ძალიან დაიხმარება ქართველებსაც, რომ იცოდნენ არის კულტურა. აზერბაიჯანული კულტურა არის ესეთი არსებობს, ეს დღესასწაულები და რაღაცები ჩემი აზრით. ასე უფრო დაიხმარება.